მოგესალმებით, ჩემო კარგებო, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენი უკავშირისთვის, კომენტარებისთვის, ვიდეოს მოწონებისთვის. და კიდევ ერთხელ გთხოვთ, იაქტიუროთ. მომეწოდოთ იდეა, რაზე გსურთ, შემდეგი გაშლები რომ გავაკეთო. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ მინი საჯარო გაშლას, სურს ურთიერთობის აღდგენა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან. გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იყოს ეს ვარდისფერი ბურთულა. მეორე ვარიანტი იყოს ეს ლამაზი ბროწეული. კონცენტრირდით, გააკეთეთ არჩევანი და დავიწყოთ. პირველებო, მოგესალმებით. ვინ გვეწვია? ადამიანი გვეწვია, რომელსაც აქვს შეიძლება კარგი სტაბილური მდგომარეობა, შეიძლება ყავდეს ოჯახიც და დაკავებული იყოს თავისი საქმიანობით, აქტიურად იყოს ჩართული ოჯახში ფუსფუსით, ოჯახის საქმეებით, ან სულაც სამსახურში იყოს ძალიან დაკავებული ეს ადამიანი, შეიძლება ყავდეს თავისი გუნდი, თავისი კომპანია და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. სურს ურთიერთობის აღდგენა ამ ადამიანს თქვენთან. მეგობრებო, შეიძლება ამ ადამიანს სურდეს თქვენთან აღდგენა ურთიერთობის, თუმცა მეორე მხრივ აქ ჩანს, რომ მას აქვს სტაბილური ოჯახი, ჰყავს მეუღლე და რაღაც არის ისეთი, რაც არ აძლევს მას იმის საშუალებას, რომ თქვენთან აღადგინოს ეს ურთიერთობა და სწორედ შეიძლება ეს ბარიერი იყოს მისთვის ოჯახი, დაკანონებული ურთიერთობა. ნახოთ, სურს ურთიერთობის აღდგენა. მიუხედავად იმის, რომ ამ ადამიანს აქვს ოჯახი, ძალიან იზიდავთ, ძალიან დიდი კავშირია თქვენ ორს შორის და მიუხედავად იმის, რომ თქვენ ორს შორის არის ამხელა ბარიერის ხვაობა, შეიძლება ეს ბარიერი სულაც ოჯახი არ იყოს და იყოს თქვენ შორის რასობრივი სხვაობა, ასაკობრივი სხვაობა იყოს, მაგრამ თუნდაც ამ ადამიანს ყავდეს ოჯახი, მას ძალიან სურს ურთიერთობის აღდგენა, თუმცა ვერ გაუკეთებია თქვენსა და ოჯახს შორის არჩევანი, თქვენსა და თავის მუდმივ პარტნიორს, მეუღლეს გულისხმობ მის შორის არჩევანი. გადმოდგავს ნაბიჯს ურთიერთობის აღდგენისთვის. მეგობრებო, ეს ადამიანი საკმაოდ გულნატკენია ახლა, ძალიან დიდი იმედგაცრუება, ძალიან დიდი ტკივილი გაიარა და ახლა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც აი ამ ტკივილისგან მიღებულ იარებს იშუშებს და სწორედ იმ პოზიციაშია, როდესაც ის ცდილობს აღიდგინოს ძალები, მოიშუშოს იარები და ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ მისგან აქ იქნება ურთიერთობის აღდგენისკენ სწრაფვა და ეს არის ერთი თვის მანძილზე, თუმცა იმედს ნუ გადაიწურავთ, რადგან აი ამ გაშლას მე ვაკეთებ კონკრეტულად ერთი თვის პერიოდზე. ამიტომ მიუხედავად იმის, რომ თქვენ უხილავი ძაფები გაკავშირებთ ერთმანეთთან, ამ ადამიანს ძალა და რესურსიც არ ყოფნის იმისთვის, რომ აი ამ წინააღმდეგობას გაუძლოს, შეეწინააღმდეგოს და გააკეთოს არჩევანი, რადგან ახლა ის არ არის იმ მდგომარეობაში და ის ძალა არ აქვს, რომ აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს.
კარგი მშვიდობებით პირველებო და ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი. მე პირველებო თქვენ კომენტარს ველი, რამდენად რეზონირდება. საინტერესოა ძალიან და მნიშვნელოვანია თითოეული თქვენი კომენტარი ჩემთვის. მოგესალმებით მეორეებო, ვინც ეს პროწეული ჩაიფიქრეთ და ნახოთ თქვენ ურთიერთობა. ან ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი ახლა ფიქრის, გეგმების დასახვის მომენტშია და იმ ეტაპზეა, როდესაც არ მოქმედებს, მაგრამ აქვს რაღაც იმპულსი, რაც აიძულებს, რომ იფიქროს აი იმ გეგმებზე, როგორ აღადგინოს ურთიერთობა და ეძებს ნამდვილად გზებს, თუმცა ჯერჯერობით არ მოქმედებს. ნახოთ სურს ურთიერთობის აღდგენა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, ალბათ რაღაც მოხდა თქვენს ურთიერთობაში, რამაც ამ ადამიანს ძალიან ატკინა გული, ახლა საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია ეს ადამიანი, თითქოს ნანობს იმ ყველაფერს, მაგრამ ეს ადამიანი ამჟამად ფიქრობს თავის თავზე, როგორ დააღწიოს აი ამ მდგომარეობას, აი ამ სევდას თავი. და ფიქრობს, რომ გამოვა აი ამ დეპრესიული და მელანქოლიური მდგომარეობიდან იპოვოს გამოსავალი. სურს ურთიერთობის აღდგენა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, შეიძლება ეს ადამიანი ახლა დაკავებულია ამავდროულად თავისი საქმებით, შეიძლება პრობლემა ეხებოდეს მის ფინანსებსაც და ახლა დაკავებული იყოს ფინანსების მოძიებით და ესეც ხელშემშლელი ფაქტორი იყოს და აი თქვენამდე რომ მოვიდეს, ამას უფინანსებად უშლიდეს ხელს. სურს ურთიერთობის აღდგენა. ეს ადამიანი, მეგობრებო, სწორედ ახლა გამოდის აი იმ კრიზისიდან, რაც მე ზემოთ ვახსენე. ახლა ამჟამად ამ ადამიანს არ სურს ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო განაჩენი. ეს ადამიანი თითქოს გაიზარდა აი ამ ურთიერთობაში და ეხლა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც წარსულის თვითეულ მომენტს აანალიზებს, სად დაუშვა შეცდომა, რა იყო ის, რამაც აქამდე მიგიყვანათ. ახლა ეს ადამიანი ყველასგან და ყველაფრისგან იზოლირებულია და უკვირდება თავის განვლილ ნაბიჯებს, სად დაუშვა შეცდომა, ვითარდება ეს ადამიანი აი ამ სიმარტოვეში და თქვენთან კი არა ამ ადამიანს მე გეტყვით, დარწმუნებით, რომ არავისთან ურთიერთობის თავი არ აქვს. პირადი ურთიერთობის თავი ამ ადამიანს ახლა და ამჟამად არ აქვს და არც სურვილი აქვს, რადგან ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა ამ ადამიანმა და ახლა აი ამ თვით ჩაღრმავების პოზაშია ნამდვილად. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მეგობრებო, ეს ადამიანი, როდესაც აი ამ მდგომარეობიდან გამოვა, პირველ რიგში დასახავს მიზანს, გეგმას დასახავს, თქვენთან მოსვლის გეგმას დასახავს, როგორც კი გამოვა ამ კრიზისული პერიოდიდან და მე ვერ გეტყვით, რომ თქვენთან ძალიან დიდი სითბოთი და ალერსით მოვა, მაგრამ შეიძლება თქვენთან მოვიდეს ეს ადამიანი თავისი გეგმებით, თავისი ულტიმატუმებით და გითხრათ, აი თუ
აი ასე როგორც მე მსურს ისე იქნება ეს ყველაფერი. კი ბატონო, ეს თუ თქვენთვის ეს მისაღები იქნება, გეტყვით რომ ოკეი, მაგრამ ეს ადამიანი შეცდება მოგარგოთ თავის გეგმებზე და სიტუაციებზე. პრიორიტეტი იქნება არა თქვენი ემოციური განწყობა ამ ადამიანისთვის, არამედ თავისი კეთილდღეობა, თავისი სურვილების შესრულება და იმ გეგმით მოგიწევთ მოქმედება, რომელსაც ის ერთპიროვნულად მიიღებს. კონტაქტზე. დიახ, მეგობრებო, ეგ უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როდესაც ეს ადამიანი გამოვა ამ მდგომარეობიდან, ის შემოგთავაზებთ მოერგოთ მის სიტუაციას და თუ თქვენთვის ეს მისაღები იქნება, კი ბატონო, მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და ველი თქვენს კომენტარებს და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით, დროებით.